წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ.com რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. Sport Time-ის სპონსორია სამშვიდიანი. სლოტ კლუბების ქსელში, სამშვიდიანში იღბალი შენს მხარეზეა. აქ მაქსიმალური კომფორტი და მოგების მაქსიმალური შანსია. მხოლოდ ჩვენთან ნოვომატიკის, ეჯეტეს, ოდრექსის ფირმის უახლესი ტიპის აპარატები და რულეტი. ყოველდღიური ჯეკპოტები, უამრავი ფულადი პრიზი და ავტომობილების გრანდიოზული გათამაშება. ვარკეთილში, ორთაჭალაში, ქალაქ რუსთავსა და მარნეულში. სამშვიდიანი. ვინც არ თამაშობს, ბერიგებს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ზურბასო მეგობრებო, შანსი მართლაც ჩვენი მეოხის სამშვიდიანის აზარტული გასართობი თამაშების ლიდერის ქსელში მოგებისა რეალურად არსებობს. აქ გათვალისწინებული რა თანამედროვე ტიპის ნოვომატიკები, კერძოდ პრემიუმ ეჯეტეს, უახლესი ტიპის სლენტობები, ანუ აპარატები, უახლესი ტიპის ეჯეტეს და ასევე ოდრექსის ფირმის რულეტები, ეგრეთ წოდებული რულეტკები, ვეპლიუსები, იგროსოფტები, ადმირალის ტიპის უახლესი აპარატები. ყველაფერი განსაზღვრულია და გათვალისწინებულია, რამე თუ საკმაოდ დიდი ნაწილი გაიცემა ბუნებრივია მოგებაზე და სოლ კლუბების ქსელში სამშვიდიანი თავისი გრანდიოზული გათამაშებებით გამორჩეული, საპრიზო ფონდი უპრეცედენტოდ მაღალი 350,000 ლარი, უამრავი ფულადი საჩუქარი, ყოველდღიური ჯეკპოტები, 3 ავტომობილი Mercedes-ი, Kia, BMW და რაც მთავარია უამრავი სიურპრიზი, რომელთა დასახელებისგან ბუნებრივია თქვენი მონამორჩილი თავს იკავებს ბანალური მიზეზის გამო, რისი სიურპრიზი იქნება თუ ეს წინას არ გავაჟღერეთ და თავად უშუალოდ არ დაესარით და არ მიიღეთ მასში მონაწილეობა და არ გახდით ამა თუ იმ საჩუქრის მფლობელი. მე მხოლოდ შეგახსენებთ, რომ გათამაშებები ყოველ 4 შაბათს და შაბათს, ფულადი პრიზები ავტომობილის გასათამაშებელ ბილეთებთან ერთად და გარდა ამისა ფილიალები სამშვიდიანის ვარკეთილში, დედაქალაქის კიდევ ერთი გახლავთ ეს გულიას პირველი ნომერი, შესაბამისად ტერიტორია რუსთავში 2 ობიექტია, ასევე მარნეულში და რაც შეეხება გულიას ერთს და ვარკეთილს ეს უკვე დედაქალაქში 2 ობიექტი. ახლა კი ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა, მე როგორც დავაანონსე და უშუალოდ დავიწყებ ანონსით, რომ აი ჩვენში ბოლო პერიოდში მართალია ქართულ ტანვარჯიშში ასე სერიოზული შედეგები არ ჩანს, თუმცა ხას უსვავს სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში ჩვენს ტანმოვარჯიშეებს სერიოზული შედეგების მიღწევა ძალუს და ამ შემთხვევაში დავკონკრეტები და მე შეგახსენებთ, რომ ტანვარჯიში რამდენიმე სახეობას აერთიანებს და ჩვენში კი უპირატესი, ყოველ შემთხვევაში აი ეს ბოლო წლები თუ გადავავლებ თვალს რეალურ რესურსს და მასში წარმომადგენლობით ფიგურებს, გახლავთ ბატუცე ხტომა და აი ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, 2 ლეგენდარული ბატუცე მხტომელი, საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის გენერალური მდივანი ქალბატონი რუსუდან ხოფერია და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ზაზა აბრამაშვილი. აი სხვადასხვა ბატონ ზაზასთან დაკავშირებით მინდა პატარა ასეთი განმარტება გავაკეთო და ვიცი ახლა შეიძლება ცოტა ეხამუშოს კიდეს, თუმცა აი ყველა ბოლო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უსვავს ერთ კითხვას, რომ რა იყო, რა გრჯიდა და რამ ჩამოგიყვანა საქმეში, რომ 1990 წლის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის შემდგომ კარგახის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოში და ბატონ ზაზა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, თქვენ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს აღუზარდეთ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 46 ჩემპიონი, ხო? ასეა, ხო? კი. 46 ჩემპიონი და აი გალდროსთან ასეთი ესე სლენგით რო ვთქვა, პასლუჟნოის სპისოკის კონე კაცი ბრუნდება სამშობლოში, მშობლიურ რეგიონში, ხაშურში არის სასპორტო განყოფილების ხელმძღვანელი და სასპორტო სკოლის დირექტორი და ვიცით, არა, ეს რა თქმა უნდა, ეს არის ნამდვილი, ეხლა ხო გადის ეხლა აგერ იმედზე ხო გადაცემა, რომ აი გმირებს და იმას რო ეს ნამდვილი გმირობაა, ხო? ეხლა წარმოიდგინე ოჰაიოდან თან წარმატებული მოდიხარ. ის კი არა რომ თქვა იქ ფეხი ვერ მოიკიდე, ვერ დამ, ეხლა 46 ჩემპიონის გაზდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ხო? ნუ არ ვიცი ეხლა ეს ციფრი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს და აი ყველაფერი ამაზე ამბობს უარს, მოდის ხაშურში და იწყება, ხო ბატონო ზაზა? აი რა იწყება ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. ხო? ეს ჩვენთან ეს უკვე ყველაფერი მე მთელი ცხოვრება ბატონო ზაზა გირს მუდებით რომ ყველაფერი მოკლედ თავი არის სპორტის გარდა, მაგრამ ახლა მაინც ეგება მით უმეტეს აი ბოლო არჩევნების შემდეგ მხედველობაში უკვე მუნიციპალური არჩევნები დადგეს აი
მცირე გამონათების პერსპექტივა მაინც ახლა უხეშად ვთქვა ზედრო არავინ გადაყვება და ახლა დღეს და ხვალ რო არავინ დაიწყებს და ებიჭო და ამას გადავაკვდებით ამას არ ველოდებით მაგრამ ის რომ ელემენტარულად ამ უდიდესი რესურსის გამოუყენებლობა მე პირადად ვამბობ ეს მაპატიეთ ან დანაშაულია ან უკაცრავად და ბოდის მოვიხდი იდიოტიზმი იმიტომ რატომ გამიგზელდა სიტყვა ყველა ის სახეობაში საცა პერსპექტივა გა ყველგან წუწუნებდა ვტირი ვართ რომ ბიჭო არ ყავს ეს მსმენელი არ კვალიფიციური მსმენელების სერიოზული პრობლემა და ყველაფერი აი ყავს აგერ ბატონებო ხო ყავს ეხა ორი უდიდეს სპეციალისტი და მოდი ასე ვთქვათ სადაც არ ყავს და წუწუნებთ კი ბატონო ხო და იქ რამდენი ხანი დაგჭირდება ჩვენ მათ დაბრუნებას ამ სახეობის სანამ ჩვენ მოვიძიებთ აღვზრდით და შესაბამისად შევქმნით აი ახალი ტიპის თანამედროვე ტიპის ნორმას მაგრამ სადაც ყავს ბიჭო იმას მაინც მოუარო და ელემენტარულად მივხედოთ რომ ეს ხალხი მაპატიეთ ასე ვთქვათ საკუთარ კეთილდღეობის გაუმჯობესებას და იმას არც სათანადო უწყებებს და არც საზოგადოებას არ თხოვს აქ საუბარია მხოლოდ პროფესიულ მიდგომაზე კალდროსიდან არ არის ხო გადაჭარბებული მე მგონი რასაც ვამბობ არა ნამდვილად სწორს ბრძანებთ მე პირიქით მინდა დავამატო რომ პირველ რიგში მინდა ზაზას დიდი მადლობა გადაუხადო იმისათვის რომ ჩამოვიდა ავიდა თავის მშობლიურ ხაშურში იქ ცდილობს რომ ააღორძინოს ჩვენი სპორტის სახეობა მე მინდა მივმართო ყველა იმ ორგანოებს მუნიციპალიტეტს ხაშურის რომ დაუდგნენ ამ ადამიანს გვერდით იმიტომ რომ ნამდვილად ლეგენდარული სპორტსმენი იყო ჩვენ ძალიან ბევრი წლები ვიყავით ერთად როგორც პიროვნებაც და ბევრი დღესაც იმ რთულ ვარჯიშებს რასაც ზაზა ასრულებდა აი დღემდე უკვე რამდენი თითქმის 10 წელზე მეტია გასული დღესაც ვერ ეუფლება იმ ვარჯიშებს რასაც ზაზა ასრულებდა თავისი ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე და თავის ერთულიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ რომ ესეთ პიროვნებებს გაფრთხილება უნდა ჩვენ ნამდვილად განვიცდით სპეციალისტების დეფიციტს ერთ-ერთი ჩავარდნა ამის ის გახლავთ ჩვენ სპორტის სახეობებში რომ ყველა მიცით რომ 90-იანი წლები ძალიან მძიმე წლები იყო და ძალიან ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა რომელიც სპორტით იყო დაკავებული მან დატოვა ჩვენი სამშობლო და ეკონომიური კრიზისის გამო წავიდა სხვადასხვა ქვეყნებში და ამიტომ სპორტი ფაქტიურად ისევე ნულიდან დავიწყეთ ჩვენ სპორტის აღორძინება და ღმერთის მადლობით და წყალობით ესეთი ადამიანი დაგვიბრუნდა ჩვენ ისევე ჩვენს ქვეყანაში რეგიონში ცდილობს რომ განავითაროს ჩვენი ტანვარჯიშულის სახეობა და მე პირიქით რაც ფედერაციას შეუძლია და გააჩნია თუ რამის საშუალება გვაქვს ჩვენ ინვენტარის ბევრი ჩვენც არაფერის არ შეგვიძლია იმიტომ რომ ჩვენც სახელმწიფო ბიუჯეტზე ვართ დამოკიდებული და ჩვენთვისაც ძალიან მცირეა ის თანხები რასაც ჩვენ დაფინანსება მოითხოვს იმიტომ რომ წლიურად აი წელს მაგალითად მხოლოდ ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი გამოგდის და ერთი მსოფლიო თასი მეტი ვერსად ვერ მივემგზავრები. ესე განმოროსთან ისე და ისე ჩვენ დგებით რაღაც აი საოცარი დილემის წინაშე 21 საუკუნე თავდება რამის ხო ესე უხეშად რო ვთქვათ აქ საუბარი იმაზე კი რომ სპორტის სახეობა განვითარდეს ხელშეწყობის პირობები როგორც ინვენტარის ასევე მსმენელთა ატესტაციის გადამზადების კვალიფიკაციის რაც ხდება აქ საუბარია რომ უმთავრეს ფორუმებზე იქ სადაც ესე იგი არ წასვლა, ანუ წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ამას შეიძლება ეხა არის რიგი სახეობები კალდროსიდან მოყვება, ჯერ ვერც გაიგებენ და ვერ საქმე, რას ქვია, ეხა ევროპის ჩემპიონატზე არ მოდიხარ, ხო, გინდათ ახალგაზრდებს შორის. ეს არის მისი უპატივცემულობა, შეიძლება ამას არის სახეობის სპორტი, სადაც მერწმუნედ ეს რეგლამენტით არის გაწერილი მყისიერი დისკვალიფიკაცია და სერიოზული სანქციები, ხო? ეხა აქ რატო ვამბობ ამას, რომ აქ ჩვენ საუბრობთ, რომ მხოლოდ ანუ ყოფნა არ ყოფნა. არა, კი ბატონო აქ ეს საკითხი საერთოდ არც უნდა დადგეს, მაგრამ თავარი რითი მივდივართ, ხო? აი ეს რა რესურსით მივდივართ? არა, მე მეცაც გეტყვით, შარშან ახლა ჩვენ მაწყვილმა გოგონებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ეს ნამდვილად არ არის უბრალო შედეგი, ეს ახალგაზრდებში ახლა მსოფლიო ჩემპიონი გახდეს, სადაც 100 და 120 მონაწილე გამოდის. ეს ყველა შეჯიბრში. და მინდა აღვნიშნო ის ფაქტს, რომ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ამ შეჯიბრზე მივიღეთ მონაწილეობა. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ბატონო დიტო, რო იყოს იმის საშუალება, მე როგორც სპორტსმენი, აი ზაზა იმ პერიოდში გავიზარდეთ, როდესაც წელიწადში 15-16 სტარტი გქონდა და შესაბამისად ანალოგიურად იყო სასწავლო საცნო შეკრებები, როგორც შეჯიბრების წინ, ასევე აღდგენითი საშუალებებით. და აი ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ შედეგიანები უფრო ვიყავით მეტად და ეხლა უფრო რთული მომენტი დგება, ეხლა ახალგაზრდებში კიდევ უფრო ადვილია, მაგრამ ხვალ ზეგ ეს ბავშვები უკვე დიდების ასაკში გადადიან. დიდების ასაკში სხვა კონკურენცია, სხვანაირი მიდგომა, სხვანაირი ილეთების დახვეწა ჭირდება ამ ყველაფერს.
და რა ვიცი, აი თუ მე ვფიქრობ და ვთვლი, რომ სპორტსმენს, დიდი სპორტსმენი რო გახდე, აუცილებელია პატარა უმნიშვნელო ნიუანსიც კი მოქმედებს, იმიტომ რომ თემ სოფლიოს მასშტაბით ისე არის განვითარებული სპორტის ნებისმიერი სახეობები, ვინც პირველობისთვის იბრძვის, რომ ისინი აი დაწყებული არ ვიცი, ნუ ელემენტარული პატარა რაღაციდან აი უმაღლეს დამთავრებული ყველა ნიუანს აქცევენ ყურადღებას. რაც სამწუხაროდ ჩვენ ამის საშუალება არ აქვს. ბატონზაზა, რა მდგომარეობა ახლა უშუალოდ ხაშურში თქვენთან? ხო, მოდი ჯერ იცით ეს ბანალურ შეკითხვას დაგიწვათ, როგორ შეეგუედო აიოდარ ხაშურს. არა, ხაშურს მოგდე შევიდა მიყვარს იგიჟებდი ხა, იმეთი არავინ ჩაუმართო საფას, მაგრამ აი მაინც ისით 46 ჩემპიონის გაზრდილი. აბზრდელი უკაცრავად თავად სოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ხო? ნუ თან თავის საუკეთესო წლები ასაკით ყველაფერი აბსოლუტურად სუსად. ოღაი, ნუ კონექტი, ნუ და ხაშური. კი, რა თქმა უნდა, ეროვნულ მშობლიურ ხაშურს არაფერი ჯობია და ვანობერს, მაგრამ რეალურად აი სპორტის ხრივ რა ხდება ბატონო გაჟალსა, თან უკვე თქვენ კარგი ხანია უკვე რა ჩაუმზანებული ხარ და ასე ვთქვათ ეს ხელახალი პერიაკლიმატიზაციას გაიარე და უკვე იმ ასე ვთქვათ ხაშურს რელსებზე ისევ დაუბრუნდით, ხო? რა ხდება ბატონო ზაზა? მოგესალმებით ჩვენ სულს. ნამდვილად რთულია, ახლა გასაკვირი არავისთვის არ არის რომ ოჰაიოდან პირდაპირ ხაშურში ჩამოხვიდე, მაგრამ ძალიან გამიჭირდა და ეხლა ვერ ვეგუები სიმართლე გითხრათ. ნუ რაღაც დათვობა მომიწია, რაღაც გადალახვა მომიწია, მაგრამ ცოტა მიადვილებს რომ ისევ სპორტში ვარ და ისევ ჩემს საქმიანობას ვეწევი. მიადვილებს ასე თუ ისე აყოფალობას. მაგრამ თავი ბატონო ზაზა, სიტყვით კი ბატონო ყველას გაუკვირდა, მაგრამ აი საქმით მე მხედველობაში მაქვს თქვენს და თქვენი პერსონის და თქვენი აი ესეთი მაღალ საშემსრულებლო პროფესიული თვისებების მქონე ადამიანის მიმართ და ეს დამოკიდებულება, ეს კითხვის ნიშანი, კარგი გაგებით, აი რატო არ არის დღემდე ასახული, იმიტომ ბიჭო გამოვიყენოთ ეს კაც, ხო ეხლა რამდენი რაიონი, რეგიონი, რამდენი ქალაქი შეიძლება ჩავუნდო, რომელსაც ნამდვილად არ აქვს, მსგავსი კი არა რაღაცა მეათასედი ფუფუნებაც კი ყავდეთ ეხლა თქვენისთანა კვალიფიციური სპეციალისტი, ხო? რაც შეეხება მაგ პოპულარიზაციას ჩვენი სახეობის ერთადერთი რუსიკო იყო, რომელსაც რუსიკო ყოფერია, სადაც არ უნდა გეთქვა, ყველა მიწოდა რომ ბატუტისტი იყო და ხაშური ცოტა არ იყოს უცხოხილი იყო ეს. დღესაც არის ზიან ბოლომდე რა არის ბატუძე ხტომა, მაგრამ ფედერაციის დახმარებით ცოტა გამგეობის ხელშეწყობით ეხლა მინდა აღნიშნო რომ დღეს მოსული ჩვენი საგრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი დაინტერესდა, მოვიდა, ნახა უნდა ხელში შეუწყოს ბატუძე ხტომის განვითარებას. ასევე სრული გამოთქვა ქარელის რაიონმა, სადაც მოვახსენეთ ჩვენ ფედერაციას და რუსიკოს მხრიდანაც დახმარება შესაძლებელია ინვენტარზეც გაგვიწიონ. ასე რომ პერსპექტივა ჩდება, რეგიონები ვითარდება და ცოტა მიადვილებს ეს ყველაფერი ხაშურში ცხოვრებას და აყოფალობას ამერიკის მიერ. ბატონო რა არის დასამალი უშუალოდ და აი ჩვენ ვისაუბრეთ ხაშურის ახალი საგრებულოს ახალ ხელმძღვანელი და საკმაოდ ისეთი კრეატიული, ნიჭიერი პროფესორი კაცია, თავისი განათლებით, ცნობიერებით იმით და იმ თემაზე რომ აი ხაშურს მართლა შეუძლია თავის ისტორიაში შექმნას და იბრძოლოს რეალურად მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი, ნუ ჩემპიონი თუ არა, ყოველ შემთხვევაში მედალზე ორიენტირებული სპორტსმენი გაზარდოს და ეს უკვე დიდი მიღწევა იქნება, იმიტომ რომ ჩვენთვის სამწუხაროდ და ჩვენ აი სერიოზული ასე აი შავი ქარიშხალივით გვიახლოვდება სერიოზული კრიზისი და მე აღნიშნე კიდე სანამ კალდეროსთან ბატონზე თქვენ მობრძანდებოდით რომ მარტო ჭიდაობის იმედად ოლიმპიადაზე ქართული სპორტი ვერ დარჩება. მხედველობაში მაქვს მედალი. მარტო ეს გამორიცხულია და ეს ყველამ ძალიან კარგია, დღეს ერიდება ბევრი ამაზე საჯაროდ საუბარს, მაგრამ ეხა შუბი ხალთაშიო ისეა ჩვენი საქმე ხო და აი ბატუტი ამ ხრებ მართაც აი ისევ და ისევ ხასუსავ თქვენი მარტო ორი პერსონის, ორი პროფესიონალის სახით რეალური შანსი იმის, ნუ აქ საუბარია ძვირფასო მეგობრები უპირატესად ინვენტარზე, ხო? ეხა 8000 евро ჯდება ბატონო ზაზა ახალი ბატუტი, ხო? და თქვენ აღნიშნავთ კიდეც რომ აღარ ჯანდაბას კაცო არ დავეძებ იყოს მეორადი, ხო? გერმანიიდან მეორადი ბატუტი, რაც ბატონზაზა რეალურად მოგცემს კალდეროსთან ორივეს მაინტერესებს ერთ-ერთი კითხვა დაგისვათ, აი როგორც პროფესიონალებს, აი ყოველგვარი მოგზაურობის გარეშე, რომ თუნდაც ის მეორადი ნორმალურ მდგომარეობაში ბატუტი, რომ თანამედროვე სახის ვარჯიშების სრულყოფა მოხდეს სპორტსმენების. კი, პირველ ბოდიშუცკო. კი ბატონო.
ну პირველ ეტაპზე ხა თუ კი ზაზას რაიმე საშუალება ექნება რომ სტანდარტული ბატუტი რაც არსებობს რომ თუნდაც მეორადი იყოს რომ მოხდეს მისი შეძენა იქ არის ჯერჯერობით დამწყები ჯგუფები რომელთაც ის სირთულის ილეთების გაკეთება ჯერ არ ჭირდებათ და ფაქტიურად ბავშვები ჯერ ვერც მიხვდებიან ის ბატუტი რადონის არის ახალი არის თუ ძველი და მინდა აღვნიშნო ისიც რომ გერმანიაში იმდენად მყარია თვითონ ბატუტების კომპლექსია ისეთი კეთდება რომ ის მათთვის შეიძლება ძველი იყოს მაგრამ ჩვენთვის ახლად ითვლებოდეს და მე მომავალში თუ კი გამოჩნდება ესეთი პერსპექტიული სპორტსმენი რომელსაც უკვე ესაჭიროება რომ უფრო სიმაღლე აიღოს და ხვეწოს ყველანაირი ილეთები მე უკვე აუცილებლობა გახდება ახალი ბატუტების შეძენის ჩვენ ყოველთვის ანუ მარტო იმით ფონს ვერ გავალთ რაღაც ეტაპზე მივალთ თქვენ რომ ჩვენ ყოველთვის პრობლემა გვაქვს ინვენტარის და რატომ ჩვენ წესით 6 თვეში ერთხელ ბადე და ზამბარები უნდა შეიცვალოს. თუ გვინდა რომ რაღაცა სტანდარტულად ნორმალურად მთლიანი დატვირთოთ სპორტსმენები. თვითონ კონსტრუქცია რჩება, ხო? კონსტრუქცია შეიძლება იყოს, მაგრამ ისიც სვეთაში მოდის. თუ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ ბადე და ზამბარები იმდენად წელვადია, რომ 6 თვეში მინიმუმ წელწადში ორჯერ. 6 თვეში ერთხელ ეს უნდა შეიცვალოს. და როდესაც ჩვენ უკვე ესეთი ბადეები გვაქვს, რომელიც უკვე მორყეულია, უკვე სპორტსმენი მთლიანი დატვირთვით ვერ ვარჯიშობს და რატო? იმიტომ რომ მას ჭირდება შესაბამისი სიმაღლე რო აიღოს ბატუტი უკვე იწყებს აქეთ-იქით გადაგდება სპორტსმენის და შეიძლება სავალო შედეგამდე მივიდნეთ. ჩვენ ეხლა ხან სპორტის სამინისტრომ შეგვიძინა 2 ახალი ტიპის პრემიუმის ტიპის ბატუტი და ეხლა ეს 2 წყვილი ბატუტი უკვე ერთ-ერთი გავხსენით და უკვე საქართველოს ნაკრები იმ ბატუტებზე ვარჯიშობს. რისთვისაც დიდი მადლობა რომ საკმაოდ ძირადღირებულია ინვენტარი, ну რა ვქნათ, მაგრამ სხვა გამოსავლის საშუალება არ აქვს. ეს ბატუტი ჩვენ ხო არ ვიგონებთ ეს ხოლმე, მაგრამ აი ეს რამდენად საკმარისია მხედველობაში მაგ აი რამდენად წდება დედაქალაქს ასე ვთქვა დატვირთვის მხრივ მხედველობაში მაგ უშუალოდ აი სპორტსმენთა რაოდენობა ხა მე გეტყვით რომ ეროვნული ნაკრები და ახალგაზრდული ნაკრები ვარჯიშობს ჩვენ უფრთხილდებით ყველანაირად ვცდილობთ რომ იქ ზედმეტად ვინმე არავიდეს და თუნდაც ის დაწყებითი ჯგუფები ვინც არიან აი წარმოგიდგენიათ უკვე პრობლემას მის არ როგორც საფეხბურთო მოედანი გამოსვლა სადაც დამხმარე ბატუტები გვაქვს გაშლილი, რომელსაც ძველ ბატუტებზე დაუშვათ ხტუნოებს, ის დაწყებითი ჯგუფები ან ცოტა 2-3 წლის შემდგომი ბავშვები და ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება, ისინი არიან ცალკე ბატუტზე, რომელიც ახალი ბატუტია და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ უფრთხილდებით, იმიტომ რომ იმის ფუფუნება არ აქვს ჩვენ რომ წელიწადში ყოველწლიურად ჩვენ ბატუტები შევიძინოთ და გვიყიდოთ. ქალდონოზე რა თქმა უნდა, უპირატესად თქვენ პირადად რა თქმა უნდა სრული ფედერაცია აწარმოებს აღრიცხვა სპორტსმენების და აი როგორი დინამიკაა ვთქვათ ბოლო წლების განმავლობაში სპორტსმენთა ოდენობის ხედელობაში მაგ აი ახალგაზრდა დამწყები სპორტსმენები აი რა ხდება ამ ხრივ ისიც აი როგორც რაოდენობრივად ნუ ხარისხზე უპრიანია პარალელი გავაკეთოთ ხო ეხლა თქვა იგივე ჯანჯღავაზე არ ვიცი ხა რამდენად ვიყავით რეალურად ორიენტირებული медаლზე იყო თქვა ჯანჯღავას თუ ვერ ვიტყვი ჯერ მე შევახსენებ მსმენელს რომ თეორია ჯანჯღავა მონაწილეობდა ნანზიში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე სადაც არც თუ რიგო დაიწყო რთული პროგრამა ჰქონდა თუმცა სამწუხაროდ ბოლოს არასორი დაშვება ხო და რამაც გამოიწვია თეონას მოწინავე ხუთეულს მიღმა დატოვება კი ნამდვილად მე ვფიქრობ რომ ალბათ იყო ეხა დარწმუნებითაც ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ეხა მე არ ვიცი ფინალურ ვარჯიშს როგორ შეასრულებდა ის მაგრამ თავის სირთულიდან გამომდინარე 13 და 1 სირთულის კოეფიციენტი ერთ-ერთი ის კოეფიციენტი იყო რომ ჩინელი სპორტსმენი ხტუნაობდა 13 და 5 და შემდგომ მომდიოდა თეონა ჯანჯღავას სირთულე. ამიტომ ეს იმის პირობას გვაძლევს თუ კი ის ტექნიკურად ისე გაივლიდა ფინალურ ეტაპზე, რომ აი სიმაღლის შენარჩუნებით და აი თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, როგორც მას შეეძლო, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სამეულის შანსი გქონდა და ძალიან დასანანია ის, რომ ამ თლიანობაში პერსპექტიული გოგონა შეიძლება ითქვას ამის არ ვაკეთებ ტრაგედიას არ ვქნით, მაგრამ ანუ საომალო შეუძლია მოუმატოს მზარდია. შეუძლია, მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ეს იყო სპორტი საერთოდ ესეთია, ერთხელ გაძლევს რაღაცა შანსს და ის შანსი ბოლომდე უნდა გამოიყენო. თეონა ჯანჯღავა მომავალ წელს გადავა დიდ ასაკში უკვე. ის უკვე ახალგაზრდებში აღარ გამოვა. მას მოუწევს უკვე პაექრობა ისეთ სპორტსმენებთან, როგორებიც არიან უკვე აი ოლიმპიური ჩემპიონები, უკვე დიდებში მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები. მას ახლა 1-2 წელიწადი ისე ჭირდება, რომ სანამ აი ელიტაში გადავა, უფრო რომ იტყვიან რაღაცნაირად რასკრუციციონა და ეს რუსულად. მესმის, საკმაოდ რთულია ეს პროცესი, ხო, ეს პროცესი, იმიტომ რომ ახალგაზრდობიდან დიდებში გადადიხარ ისევე და ну რა ვიცი და რაც შეეხება იმ ნაკადს რაოდენობაზე, მინდა გითხრათ, რომ
ძალიან დიდი ნაკადი ჩვენთან როგორც აღნიშნეთ 4 სახეობაა გაერთიანებული მხატვრული, სპორტული, ტანვარჯიში, აკრობატიკა და ბატონზრდომა. აკრობატიკა საერთოდ აღარ ვახსენებთ ხოლმე რაღაც. და 3 სახეობა ვართ ერთ დარბაზში სანაპიროზე და რა მინდა ვთქვა, ჩვენ 2010 წელს ჩავატარეთ მხატვრულ ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი. ამან იმხელა პოპულარიზაცია მოიტანა, რომ ნაკადი ბავშვების და ადრე თუ დაუშვათ ბატუტზე ჭარბობდნენ შედეგის მიხედვით, რომ ბატუტი შედეგიანია და ბავშვების სპორტსმენები მოდიოდნენ, ეხლა მხატვრულ ტანვარჯიშზე გადაერთო ძალიან ბევრი ბავშვები. ეხლა არიან ბატუტზეც ეხლა მინდა გითხრათ სპორტსმენები, მაგრამ ის რაოდენობა რაც იყო, ცოტა იკლო იმ რაოდენობა. აი თქვენ დროს რაც იყო, იმას ვერ შევადარეთ, ხო? ნუ ეს საერთოდ მაშინ ნამდვილი ბუმი იყო, შეიძლება ითქვას, ხო? ეს იყო, ეს ნამდვილად არ განეკუთვნებოდა ეგზოტიკურ. ის პრობლემაც არის, რომ ჩვენ დროს იყო ყველაფერი უფასო. ეხლა დღესდღეობით ისეთი ეკონომიკური კრიზისია, რომ იმ შობას დაუშვათ იმის რესურსი და იმის საშუალება არ აქვს, რომ ბავშვი სპორტზე შეიძლება ტალანტიც იყოს ბავშვი, მაგრამ მოვიდეს და ნუ დავასახელოთ კი ბატონო თახას, მაგრამ ზოგადად რო გკითხოთ, ძალიან ძვირადღირებულია, ძვირიჯდა უჯდება მშობას. კი ბატონო, დავასახელოთ, ეხლა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ ფიზიკურად ფედერაციას ბაზა არ გაგვაჩნია. ჩვენ თვითონაც ბაზაზე ვართ შეკეთებულები, სადაც სამინისტრო გვიხდის იჯარას. ფაქტობრივად მერიასთან არსებული ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური რეზერვის სკოლაზე ეგნატაშვილი იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი ბატუტი, შეიძლება ითქვას შვილთან ერთად. ბაზამ თავისთავად რო შეინახოს, მათაც კომუნალური გადასახადები, ბავშვის თვიური აბონემენტი ჯდება 50 ლარი, კვირაში 3 დღე. კვირაში 3 დღე. მაგრამ 3 დღე რამდენად საკმარისია გალდონოსა? მე არ გულისხმობ საწყისზე და საკმარისია, მაგრამ როდესაც ბავშვი დაუშვათ უკვე პერსპექტიულია, ჩვენ მიმართავთ თვითონ სკოლას. წერილობითი სახით, რომ ბავშვმა ყოველდღურად უნდა იაროს და თუ შეიძლება რომ იმიდან განთავისუფლდეს გადასახადზე. ანუ პერსპექტივა როგორც კი გამოჩნდება და ნაკრების კანდიდატი ხდება ავტომატურად ამაზე და ეკიპირება ზვირიჯდება გალდონოსიდან თვითონ სპორტსმენის? ეკიპირება არა გვაქვს. არა, მერტ, საერთოდ. და ეს ელაშე ჩაგიკითხებით რომ არის ასეთი პრობლემა იმ ბავშვის წარმატებაზე რაც შეეხება ჩვენ ფედერაციაში, სადაც ბატუტს ავარჯიშებდა ჩვენი სპეციალისტები, პარალელურად მიმდინარეობს ტანვარჯიში. ნუ ტანვარჯიშის სახეობათა დარბაზია და ჩვენ შევდივართ იმ სახეობაში და სირთულეს წარმოადგენს. ადამიანი, რომელიც სოფლიოზე ემზადება და ოლიმპიადის ლიცენზია უდევს ჯიბეში, იმას სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა, განსაკუთრებული ვარჯი, განსაკუთრებულ დროს. არა იქ, სადაც არის მაგალითად 100 და 150 ბავშვი. უბრალოდ ზოგადად ყოველთვის იდგა პრობლემა ინფრასტრუქტურის და სადაც არ ქონია ჩვენ არასოდეს ცალკე ბატუტისტებს დარბაზი. რაც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს აი რუსიკო უფრო კარგად იტყვის ამ ყველაფერს და უფრო რაც შეეხება წეგანოს კითხვა დაუსვით რუსიკოს ბავშვების რაოდენობაზე. თქვენთან მადროზაზე, თქვენთან რა ხდება? ბავშვების რაოდენობას გულისხმობ. კი, ჩვენთან ცოტა დიდი აი თქვენმა პერსონამ არ გამოიწვია დაინტერესება ბადროზაზე. აი ახსენეთ ხაშური თქვენი და გვერდით არც მიცნობდნენ მე რომ სოფლიოსსა და ევროპის ჩემპიონი ყავდა ხაშურს. ცოტა ხელი შეგვიწყო ნიჭიერში მე და ჩემი ბიჭი გამოდიოდით მათე, მაგანაც გამოიწვია ბავშვების მოსვლა. ბავშვებზე აუცილებლად მინდა მე კითხო და აქვე პარალელურად რომ იყო თავიდან თითქოს იმედი რომ თქვენ აი სერიოზულ ჩემპიონს ზრდიდით და აი რა ხდება შეშვა პროფესიულ სპორტს ბადროზაზე? არა, ვარჯიშობ ჩვეულებრივად, ვარჯიშობს აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ბატუტი არა ახალი. ნამდვილად სასაცილოა, იმიტომ რომ პროფესიონალურ ბატუტზე არის საჭირო ბატუტი და ის სხვა. აი ის კიდე მინდა ხაზი გაუსვა, როგორც არა ჯერ ასაკი და არ არის დაკარგული, ხო დიდი სპორტისტვის ასე რო ვთქვა არა. არა, არავით არის. მაგრამ იცით ეხა ეს წყვეტა, იზოლებითი წყვეტა, რაც ინვენტარის უქონლობით არის გამოწვეული, ეხა ამის შევსება გალდონოსთან შეიძლება რამენაირად? არა, ძალიან რთულია, როდესაც სპორტსმენს თუნდაც ერთი თვე უვარდება, ის უკვე 1-5 თვით უკან იწევს. თქვენთან არის ხო ბადროზაზე? ნუ თქვენს გვერდით ხაშურში ხო არ უშვებთ თბილისში, აბა რა უქნათ, მაშინ ქალაქი უნდა შეუცვალოთ ხო? ეს დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ხლა ბაზა კარგი გვაქვს, საჭიდაო ბაზა სპორტ სკოლაში, სადაც ბატუტები მიდგას, ისევ ლენინგრადული ძველი ბატუტები, რომელიც არ გამოიყენება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ეს ის კერესკი ხრემეო ხო, სადღაც ხო 60-70 წლები გონი ამის ეგნატაშვილის შვილის პირველი დამზადებული ბატუტი გვიდგა კიდე ხომ სადასი არ არის, მაგრამ
თემაზე გადავერთოთ, ახლა როგორც იცით 2015-ში ევროპის ოლიმპიური ფესტივალი ტარდება და აი ამ ხრივ გვაქვს ერთი იმედი, ხომ, რეალურად? იმედი, ძალიან დიდი იმედი და ძალიან ბედნიერები ვართ და მოხარულები ვართ, რომ ერთ-ერთი ჩვენი სახეობა სპორტული ტანვარჯიში იმ 9 სახეობაში შედის. და ამიტომ ჩვენ დიღმის მიმდინარე ტერიტორიაზე გვიშენდება ევროპული სტანდარტების დიდი სპორტული კომპლექსი. მაგრამ ესეც იქნება ერთიანი. რომელიც გადმოეცემა ფედერაციას. იქ როგორც ვიცით, სპორტულ ტანვარჯიშში ჭირდება ერთი როგორც საშეჯიბრო დიდი დარბაზი, ასევე 2 დამხმარე დარბაზი და ამიტომ შესაბამისად ესე დარბაზს გვიშენებენ. და მე იმედი მაქვს, რომ იქ ჩვენ ალბათ ეს სპორტულზეა საუბარი, ხო? ნუ ეს ეკნება ფედერაციას. ფედერაციას ახლა ნუ ეხლა დარბაზი თვითონ გამკარგავთ სახეობების მიხედვით შევიყვანთ და მე მგონი იმის საშუალებაც იქნება, რომ იქ რაღაც ისეთიც გავაკეთოთ ჩვენ ბავშვებისთვის სასტუმროსავით მოსასვენებელი, რომ აი ეს რეგიონებიდან თუ ვინმე პერსპექტიული ბავშვია ჩამოყვანა, რომ შეიძლებოდეს. ჩვენ ახლა სადაც ბაზაზე ტანვარჯიშის ფედერაცია სადაც არ ვართ განთავსებული, იქ ადრე ძალიან კარგი კომპლექსური ბაზა იყო ტანმოვარჯიშეებისთვის, თვითონ რეგიონებიდან ჩამოყავდათ ბავშვები, იქ მესამე სართულზე იყო სპეციალური სასტუმროსავით გაკეთებული, სასადილო ფუნქციონირებდა, რაც ყველაფერი მოიშალა, ამიტომ რეგიონებიდან ჩვენ ნაკადი დავკარგეთ. და ძირითადად მე ვთვლი, რომ არ ვიცი, ალბათ შეიძლება ეს რეგიონებიდან მოსული ბავშვები უფრო მეტად ჯანმრთელები არიან, უფრო მეტად ისინი არიან, არის ნატურალური მებზე გაზრდილი და 70% სპორტში მე მგონი უფრო რეგიონებიდან არიან სპორტსმენები წამოსული, ვინც დიდ შედეგებს აღწევენ და ავიღოთ ზვიადაური, ავიღოთ გიორგი ასანიძე, ძალიან ბევრი შალდათუაშვილი, იმიტომ რომ თბილისელი ბავშვები ცოტა უფრო ზუსტები არიან ვიდრე რეგიონებიდან წამოსულები და ამიტომ ალბათ ეს პრობლემაც ერთ-ერთი ეს პრობლემას დგას, რომ ჩვენ რეგიონებიდან დავკარგეთ იმ ნაკადი, რომელიც ნაკრებ გუნდებს ავსებდა. ბადროზაზე დაუბრუნდეთ ახლა უშუალოდ იცით, აი ახლა თქვენ ახსენეთ 2 რაიონი და მე ხა თქვენი ნებართვით იცით მივცემ საკუთარ თავს უფლებას ეს ალბათ მოვალეთას ვთვლი რომ არა მარტო ხაშური და ქარელი ხა იგივე ბატონები ვაჟაშუბიდიძე გიორგი გურასპაშვილი ეს გაკლავან ხაშურის აგრებულოს თავმჯდომარე რაიონის გამგებელი ქარელის გამგებელი ბატონი საზაგულიაშვილი თავად ყოფილი სპორტსმენი გარდა ამისა კიდე იქ გვაქვს ჩვენ ესე იგი კასპი ჩემპიონატი და რაც თავარი ეს მერი ქალაქი გას შიდა ქართლის დედაქალაქი გორი რომელიც იმედია მარტო ჭიდაობით არ შემოიფარგლება ხო არ შეიძლება ანუ ამათი თავმოყრა გაერთიანება და უკვე რეგიონალური პრინციპი დამოკიდებულება თქვენი პიროვნების როგორც პროფესიონალის მეურთ ხედველობაში მაგრამ ერთიანი ძალისხმევით უნდა მოხდეს ეს ხო მარტო აი თქვენ კარგად მართებულად აღნიშნეთ და შენიშნეთ რომ ეს არ არის ერთი რაიონის ის კი მაგრამ საინტერესო გორს რა აწყეს არ უნდა თუ ისეა განებივრებული თუ არ მესმის ხო ეხლა როცა არის ხო რეალურ შედეგებზე საუბრობთ ხო მით უფრო რომ კიდე ერთხელ ხას უსვამთ ზირბაზე მეგობრებო ამ ორი პიროვნების ფაქტორი ბატონზას აი ამ ხრივ თუ იქნა სათანადო ბუნებრივი აქ ინვენტარზე არ ვლაპარაკობთ ეს ერთი ბატუტი აქ არ ვიცი ხა ხო ბატონო ვაჟემო ზანაშუბიდიძემაც რომ ყველაფერს ვიღონებთ რომ ჩვენ ერთი ბატუტი მაინც კონდეს კი ბატონო აქ მესმის რომ ბატონო ვაჟი შეიძლება მარტო ვერ გასვლის ხო როგორც მარტო ხედულობაში მაგ ერთი რაიონის ხელმძღვანელი არამედ აქ აი ხსენებული მთელ რეგიონზე საუბარი ხა რეგიონმა თუ ერთი ბატუტი ვერ იყიდა მაშინ მოდი რა დავხუროთ სპორტი აქ ყველაფერი გავაუქმოთ აბსოლუტურად ხო ნუ დავტოვოთ თქვა მარტო ჭიდაობა რომელიც მარტო ჭიდაობაც ის არ არის ჯერ კიდე ის ალკე პრობლემები და ის არის ხარ მე არ მინდა სხვა გადაცემის იმაზე ტალღაზე გადავერთოთ ხო ნუ აი ამ ხრი ბატონოზე გვაქვს რეალური პერსპექტივა და გეგმოთ უახლოეს მომავალში შეხვედრას იგივე დაწყებული პირველ რიგში ეს გუბერნატორის პრეროგატივა ხო გუბერნატორის შემდგომ უნებრივია პარალელურად მოდის ყველა რაიონის აბსოლუტურად როგორც გამგებელი ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ხა კალენდაროსი როგორც აღნიშნა ყველანაირი რაც შეუძლია მაქსიმუმ თავისი ბიუჯეტი რაც აქვს ხა დავიდიჩი ჩვენი საყვარელი მინისტრი სპორტის მინისტრი აკეთებს ხა ეს კაცი ხომ აპდეიტ სახლა ფიზიკურად ხო ვერ მოიტანს თანხას ანუ სამინისტრო თავისას იღებს მაგრამ მარტო სამინისტროზე არ შეიძლება აქ აი ყოველთვის აი ეს არის ინტეგრირების პროცესი ხო როცა რაიონი არ უნდა იყოს რეგიონი მით უფრო რეგიონი უკაცრავად რაიონს რო შევეშვათ მარტო ხელშემყურე იმას რას იზავს სამინისტრო აკეთებს მაგრამ ის არ არის ის არის ნაწილი იმ საქმის რაც ჭირდება აქ არის მეორე ნაწილი რომელიც შენ უნდა გაიღო და არა იმის ხარჯზე იმა რაც მოგცა შენ ელემენტარულად ამას დააკლო საქმე საერთოდ იმიტომ რომ აპატით ეს ფაქტიურად მაშინ გამოდის ის თუ სრულყოფილი არ იქნა წყალში გადაყრილი თანხა იმიტომ რომ ვერ ვიღებთ იმ შედეგს რისთვისაც ვიხსვით ხო მაშინ დგება ბანალური შეკითხვა რისთვის ვარსებობთ ხო რა გვინდა საერთოდ რა გურჯის მაშინ ნუ რაც შეეხება მაგ საკითხს წინა კვირას ხალბატონი რუსიკო ეს მიერ და ჩვენი პრეზიდენტის ბატონი კოდელაშხის მიერ იყო დაგეგმილი თათბირი სადაც ზუსტად მაგ პრობლემას მივადექი რასაც თქვენ მეკითხებით
ну ჩამოყალიბდით იმაზე რომ რეგიონში უნდა განვითარდეს, უნდა ჩამოყალიბდეს ფედერაციები, გაიზარდოს კონტინგენტი, როგორც არა მარტო ხაშურში, ქარელში, არამედ გორშიც ყავს სპეციალისტი, მაგრამ არის ახლა რუსიკა უფრო კარგად იტყვის იმ პიროვნებაზე, რომელიც ტანვარჯიშს ემსახურეა, მაგრამ არის პერსპექტივა რომ განვითარდეს. კი, ბატუც და გვაქვს გეგმაში რომ ფედერაციები რეგიონულ დონეზე ჩამოვაყალიბოთ ფედერაციები, შევქმნათ ეს ბაზა და აი ნელ-ნელა აქედან დავიწყოთ, თუმცა არაფერი არ ხდება, ნელ-ნელა შევიდეთ რეგიონებში, დიდ ქალაქებში, როგორც არის გორი, კასპი, ქარელი, ბორჯომშიც შეიძლება სამცხე-ჯავახეთშიც განვითარება, სადაც ჩაგდებულია საერთოდ, არავით არის აკრობატიკა, არავით არის ტანვარჯიში, არავით არის რუსიკა უფრო კარგად აღნიშნავს, რომ რეგიონებშია, მაგრამ წილად მხვდა მე ეს პატივი რომ შიდა ქართლში განვითარო ეს სახეობა, ტანვარჯიშის სახეობა ბატუზე ხტომა და იმედია გამომივა. არა, იმედია აუცილებლად აი ამ ადამიანების ხელშეწყობით დაწყებული, რა თქმა უნდა, გუბერნატორით, მისი აღმოტებულები და ეს პიროვნებები, მათგან გვაქვს ჩვენ სიტყვიერი დაპირებები მიღებული, კიდევ ერთხელ გავაჟღერე ბატონები ვაჟი შუბიძე, გიორგი გურასპაშვილი, ზაზა გულიაშვილი, ეს არის არასრული ნუსხა იმ ადამიანების, რომელთა თანადგომა, ხო, ეხლა ეს არის ახალი ხელისუფლება, ეს არის არჩევნების შედეგად მოსული დობის მანდატით, რეალური დობის მანდატით აღჭურვილი ადამიანები და იმედია რომ რეგიონი, ამხედა უზარმაზარი რეგიონი მოახერხებს რამენაირად ერთი თანამედროვე ბატუტის ტიპის შეძენა, სხვა რო არაფერი ვთქვა და იქ იმაზე თუ რა პირობებში უხდება, კი ბატონო, აი ეხა ეგ არის ჩემი საავტორო გადაცემა. ბატონო დიტორო, ფრიად მონდომებულები არიან ჩვენი ხელისუფლები, მუნიციპალიტეტი დარბაზში მოვიდნენ, ნახეს ყველა პირობები, სად ვარჯიშობთ, როგორ ვარჯიშობთ, რა მდგომარეობა შეისწავლეს, სპეციალური წარმომადგენელი დანიშნეს, რომ სპორტში სპეციფიკურად ყველა საპრობლემო საკითხი და ფრიად სასიამოვნოა. დაპირება მე არ შემპირდნენ რომ ხვალეზე გმიყიდიან, მაგრამ რაც შეიძლება, რაც შეუძლია და რასაც შეძლებენ, იმის იმედს მაძლევენ რომ ბატუცზე ხტომას და არა მარტო ბატუცზე, ხაშურში და ხაშურის რაიონში განავითარებენ და ხელშეუწყობენ. არა მარტო, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ რომ მხოლოდ ამით შემოვლოდ, მე ვამბობ სპეციფიურად ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ აქ სულ მალე რაღაც უახლოეს მომავალში ვიღოთ ორიენტირებული რეალურ შედეგებზე, თორე ჩვენ მარტო ამით არ ვიფარგლებით, მერტო შენ მიშველე რომ როგორ ეხა მარტო ბატუტი კონდეს და ყველაფერს დავიდავნებთ. გალორუსთან სულ დამჭერ რამდენიმე წუთი არ შეიძლება არ კითხოთ ისე და ესეთი ბანალური შეკითხვაა და მას მნიშვნელოვანი ეხა არის რიგი სახეობები, სადაც თქვა რეგიონების მიხედვით, თქვა ნაკლებ არის მეტად აქტიური, ნაკლებ აქტიური, შესაბამისად მეტად პერსპექტიული, ნაკლებ პერსპექტიული. აი ბატუტზე ხტომასთან დაკავშირებით გალორუსთან მხედველობაში მაგ რეგიონები რა ხდება ჩვენ? ბატუტზე ხტომასთან აი ეს ნიჭის მხრივ თანაბრად ნაწილდება თუ აქაც გვაქვს, აი თქვა როგორც სხვა სახეობებში. ნუ რეგიონებში მინდა გითხრათ, რომ ძირითადად ქუთაისში გვაქვს და ბათუმში გვაქვს ეს ცენტრები, მინი ცენტრები შეიძლება ითქვას. კი, ნამდვილად ჩვენ ბათუმში ახლა სხვათაშორის სააჭარის სპორტის სამინისტრო მითავა საერთაშორისო ტურნირი ჩაატარა ბატუცზე ხტომებში საკმაოდ კარგ დონეზე. და მათ ინვენტარით შეიძინეს ყველაფერი, შესაბამისად ის დაწყებითი ბავშვებიც ყავთ, უკვე 1-2 პერსპექტიული სპორტსმენი გამოირჩევა, რომელიც შეიძლება ნაკრებში მოხვდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ არც ერთი არ არიან. იგივე მდგომარეობა ქუთაისშიც და ერთადერთი მარნეულში დავიწყეთ ახლა გახსნა ჩვენი ერთ-ერთი სპეციალისტი, ყოფილი ბატუცზე მხტომელი, ჩვენი თანაგუნდელი აკაკი გაბაშვილი წავიდა მარნეულში იქ სამუშაოდ, უკვე აქედანაც ფედერაციიდანაც ყველანაირად ვცდილობთ რომ ხელი შეუწყოთ. ასევე გორში ზაზამ აღნიშნა, ნუ ხაშურსაც მთელი სამილში რა ხდება? გალონზე რო გადავალოთ, იცით ამ ხრივ ნიჭით, ხო? აი გენით, ხო? აი უშუალოდ ესე იგი საერთოდ ეს მეგრული კუთხის ხალხს ხოდი არა და მაგრამ კიდე რამდენი ხო ეხლა იგივე ბატულ დანვარჯიშს სხვადასხვა რო გადავლოთ უამრავი რა არა არაფერი არ ხდება დიახ მითხრა მინდა გითხრა სპორტის სახეობებში უკვე ძალიან ისე იქ დაკარგული გვაქვს ყველანაირი გაწყვეტილია ყველანაირი ისა უკვე იქ მინდა აღვნიშნო ის რომ სპორტული დანვარჯიში ხო ერთ-ერთი და ერთადერთი ის სპორტის სახეობაა, რომელშიც ბავშვი თუნდაც 1 წელიწადი რომ წიაროს ნებისმიერ სახეობაში, ზამასალა იქნება ის არაფერში ხელს კი არ შეუშლის პირიქით წაეხმარება ჩვენთან უხვადადიან დარბაზში მოჭიდავეებიც, ფეხბურთელებიც, კალათბურთელებიც, ფიგურულ სრიალიც, წყალში ხტომაც, ყველა სჭირდება ჩვენი სახეობები. იმიტომ რომ ჩვენი სახეობები ამითარებს მაქსიმალურად კოორდინაციას, წონასწორობის უნარს, სივრცის ფლობის უნარს, სისხარტეს, ელასტიურობას და ნუ რა ვიცი და ამ ბევრი რამე შემიძლია ჩამოვთვალო და ყველა სახეობასთვის პირველი მისწრებაა ტანვარჯიშული სახეობები და მე ვფიქრობ რომ სპორტული ტანვარჯიშის განვითარებისთვის მე მგონი მთელმა ქვეყანამ ერთიანად უნდა იზრუნოს თუ გინდა რომ ჯანსაღი თაობა და მომავალი გქონდეს და ბევრი კარგი სპორტსმენები გყავდეს. დავალოს გალგონუსიდან სამწუხაროდ
ფედერაციას კიდევ არ ყავს ხო სპონსორი თქვენ აღნიშნეთ და ის კიდევ სპონსორის გარეშე ვარ. სპონსორი ყავს იმ მიმართულებით, რომ სპორტულ ტანვარჯიშში 2015-ის ევროპის ოლიმპიური ფესტივალი რადგან ტარდება, VTB ბანკმა ითავა სპორტულ ტანვარჯიშში ვიქნები წარმოდგენილი ხო? მხოლოდ სპორტული ტანვარჯიში. მე რადგანაც ხა ტანვარჯიშის ფედერაციის წარმომადგენელი გამსახურდიაზეა საუბარი აქ. ვიცე-პრეზიდენტი ვის კურირებს უშუალოდ ეხ. დანარჩენს ვერ მოვიძიოთ რა სპონსორი და ნუ ვართ სახელმწიფოს ხარჯზე და ეს არის ძალიან ცუდიც და ცოტაც. ბატონსა, ესე იგი თქვენ რას ფიქრობთ უშუალოდ არის იმის პერსპექტივა, რომ ადგილობრივი ბიზნესი ჩავთოთ ამ საქმეში? ხედულობაში მაგ შემთხვევაში თქვენ რეგიონს გულისხმობ. საუკეთესო საშუალება იქნება ეგ დახმარებისათვის, ხელშეწყობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ძვირფასო მეგობრებო, რა ვიცი ხა რა დავიფიცო ფიციმტკიციო ის მერწმუნეთ ეს ნამდვილად არანაირი გადათამაშება და ის არ არის. შეიძლება ხა რაღაცა გამიწყრენ კიდე ჩემი დღევანდელი გაცემის სტუმრები, თუ ასე არ შეიცვალა და ადამიანს არ მიეცი თავისი რესურსის საკუთარი ქვეყნისთვის მაქსიმალური დახარჯვა, ეს არის უდიდესი ბედნიერება და ეს არ შეიშვნა. დალოცილო დაკრავს ეს ხალხი ფეს ბატონზას დღემდე ეხა არ გაუჟღერებია და საკმაოდ ისეთი მოგზალებული ადამიანია და ძალიან ისეთი არაჟღერებს. ეხა კერძო საუბარშიც ეხა ვერ წამოასწევინებ მას რამდენი მოწვევა უკან და რამდენი ის მოდის და ეხა ქალბატონ რუსუდას რა ქვეყნები ეპატიჟებიან დღემდე ეხა ჩეთვერი აკლია 8-ს ხო მე დილის 8 საათამდე ალბათ არ მეყოფა დრო რომ ჩამოვთვალო ის ქვეყნები იმიტომ რომ გახლავთ უმაღლესი ექსტრა კლასის არბიტრი გარდა ამისა უმაღლესი კლასის სპეციალისტი ის არა მარტო არ გახლავთ და ესე ჩინოვნიკი და არ ყალიბდება თავის ბუნებიდან გამომდინარე კლასიკური ტიპის ჩინოვნიკი მიხედავთ იმისა რომ პრაქტიკულად მეორე პირია ოფიციალურად და მართავს კიდეს ფედერაციას გენერალური მდივანი გახლავთ ქართული ტანვარჯიშის სახეობა და ეროვნულ სახეობა და ფედერაციის გენერალური მდივანი და აი უბრალოდ ის მიწოდა არაფერი შვენიერი კი ბატონო ასაკი ძალა წღონე ჩვენ დავა ეს ხალხი და მე უკაცრავა და ეხა ნორმატიული ლექსიკის ფარგლებს მიღმა ხო არ დავამთავრებ რაღაც ტრევიალური შეკითხვით ხო მე რა ვქნათო ხო ნუ ხო და ბებიდა მადლობა გადაგიხადოთ გაცემაში მონაწილეობისთვის და ჩვენ რისთვის ვაკეთებ ჩვენ არ ვაკეთებთ მარტო იმას რომ ეს გადაცემა დარჩეს ხმა მყაყადებლის ამას ათანადო ის დავიწყოთ იმით რომ ბატონზაზე უპირატესად ისევ ის პიროვნებები რეგიონი გუბერნატორი ყველა რომ გვაღირსებენ ეხა კეთილს ინებებენ და კარგი გაგებით ვამბობ და ამ პერსპექტივას და ამისთანა რესურს არ გაუშვებენ ხო თორე არ მინდა ეხა ხო ეხა იცით ხო ეხა მაშინ ხაშულებს მინდა მერთო იმას ხო ეხა არ გავასახელებ არაფერი ჩემი ახლობელი ის ადამიანების არ ვეჭირა ვინ არის ეხა ყველა დროის ხაშული საუკეთესო სპორტსმენი ხო ნუ ხო იცით ხო მეც აგალით ხო ეხა გინდათ მარტო იმის იმედად დარჩით კი ბატონო მაშინ დარჩით ხო ნუ ასევე სხვა რეგიონებს და გალდროსთან გისურვებ წარმატებებს და იმედია რომ თქვენი ძალის ხმება ხო აი ეს ფაქტიურად თქვენ უკვე მე-4 საუკუნეა რამის 90 ნუ 2 ათეული წელი რას თქვენ ნუ ყოველთვის სულ ხართ ფაქტიურად არა თქვენ უდიდეს ენერგიას ხარჯავთ არა მომზადების უშუალოდ არამედ აი ელემენტალურად აი არ ვიცი რა რაღაც გადაულახავი ბარიერის არ ვიცი აი რა სიტყვების არ ყოფნის რა შეიძლება უწოდო და როგორ შეიძლება ერთი სიტყვით განსაზღვრო ხო ნახოთ გალდროსთან ბატონზას რა იქნება მომავალი ყოველ შემთხვევაში ფაქტი ის არის რესურსი გვაქვს ხო ნამდვილად გვაქვს მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მოწვევისთვის დიტო და წარმატებულ ეთერებს გისურვებ მომავალში მადლობთ უახლოეს მოვლენში ჩვენ კიდევ შევხვდებით იმიტომ რომ აუცილებლად მიღმა არც სპორტულ არც ხატრულ ტანვარჯიშს არ დავტოვებთ აქაც გვაქვს პერსპექტივები მაგრამ ბატონზე კიდევ ერთხელ ვამოყვავს 2 სოფლიო დონის ექსტრა კლასის სპეციალისტი თავისი ასაკით გამოცდილებით და იდეალური უბრალოდ რა შეუქმნათ ამ ადამიანებს რათა საკუთარი ქვეყნისთვის დაიხარჯონ და მივიღოთ ის შედეგი, რაზეც მხოლოდ და მხოლოდ მომიტევეთ და მარტო ცარიელ ქაღალდზე და სუფრაზე არ ვიქნებით ხოლმე ორიენტირებული. გმადლობთ და მომავალში ხვდრამდე. კარგი გზნდებათ. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ ტაიმი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. სპორტ ტაიმის სპონსორია სამშვიდიანი. ყოველდღიური ჯეკპოტები, უამრავი ფულადი პრიზი და ავტომობილების გრანდიოზული გათამაშება. პარკეტილში, ორთაჭალაში, ქალაქ რუსთავსა და მარნეულში. სამშვიდიანი. ვინც არ თამაშობს, ვერ იგებს.